მოგესალმებით. TV11 წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ და რა თქმა უნდა ინტელექტუალურ შოუს ტვინების ომი. დღეს მეორე ნახევარფინალია. და მასში გამარჯვებული ფინალში თორნიკე კვინიკაძეს დაუპირისპირდება. იმედია დღევანდელი თამაშით ძალიან საინტერესო გამოვა. მე შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს ცოტნე მანგოშვილი და ირაკლი გვიშიანი შეხვდებიან. მოდით ერთად ვნახოთ თუ როგორ მოვიდნენ ისინი ნახევარფინალამდე. როგორი ადამიანია პედანტი? აუ. უფრო პროვოკატორი ადამიანი. ასას ვერსია არის უსინდისო ადამიანი არის პედანტი. პედანტი არის ადამიანი, რომელიც ზედმეტად წვიუმანებშიც კი იცავს ყველა წესს. უსინდისო ნამდვილად არ არის, პირიქით, იმდენად სინდისიერია, რომ გამაღიზიანებელი კაცია. ხო ხდები და პროვოკატორი არის გარკვეულწილად, იმიტომ პროვოკაცია 10 კაცს უნდა რომ იყოს წესრიგი ესეთი და შენ გინდა რომ იყოს კიდევ უფრო ეს რაღაცნაირად პროვოკატორი არის. ამიტომ ერთი ქულა გილოცავ გადაეცა ირაკლის. რომელია ჯორჯიის დედაქალაქი. გააჩნია რაზგულის ხოლმე ჯორჯიაში. საქართველოს თუ შტატი ჯორჯია? არა, შტატი ჯორჯიის დედაქალაქი. ჯორჯიაზე დაგჭი. იყოს ვაშინგტონი. ვაშინგტონი არის ჯორჯიის დედაქალაქი. სინამდვილეში შტატ ჯორჯიის დედაქალაქი არის ატლანტა, არც ნიუ-იორკი და არც ვაშინგტონი, მაგრამ რადგან ატლანტასთან უფრო ახლო არის გეოგრაფიულად ვაშინგტონი და უფრო შორს ნიუ-იორკი, ამიტომ ერთი ქულა და 100 ლარი და ნახევარფინალის აგზური მიემართება ცოტნეს. მე ახლა გიორგი ჯანელიძეს გავესაუბრები და გავიგებ თუ რას ფიქრობს ის მონაწილეებზე. როგორც ხედავთ, გიორგი ჯანელიძე მზად არის კითხვები დაუსვას მონაწილეებს. ცოტნე და ირაკლი კი მეორე ნახევარფინალის სათამაშოდ გაემართებიან. მოგესალმებით ირაკლი ცოტნე. გილოცავთ ნახევარფინალში გასვლას. კითხვები რთულდება, იმიტომ რომ საპრიზო ფონდიც იზრდება. მე კი შეგახსენებთ, რომ სწორ პასუხზე მოთამაშე მიიღებს ერთ ქულას, იმ შემთხვევაში თუ არც ერთი თქვენგანის პასუხი არ იქნება სწორი, ერთ ქულას მიიღებს მოთამაშე, რომლის პასუხიც უფრო მიახლოებული იქნება სწორ პასუხთან. ასევე შეგახსენებთ, რომ პასუხი არ ვიცი, არ მიიღება, იმიტომ რომ ეს არის ტვინების ომი. დავიწყეთ? დავიწყეთ. ნიუტონის რამდენი კანონია ცნობილი? ვიცი სწორად. ძალიან კარგი. აუ. დავაცადოთ ჯერ ირაკლის და მე მითხარ. აი ხა გავიჭედე მაგრად. აი რამდენ კანონს მოასწრებდა ნიუტონი? დრო ხო უნდა რა ამ კანონის მოფიქრებას. სადმე ხო აწერია რომ წაიკითხო. ირაკლი ისმენთ ადამიანი ძახის ვიციო და გამოჩნდება ერთი რა იცის. თვას. ნიუტონის 3 კანონი. დაწმუნებული ხარ? კი. კაი. შენ რას ფიქრობ ირაკლი? მე ვიტყვი 4-ს. ნიუტონის 4 კანონი. კაი, მიღებულია. სინამდვილეში ნიუტონს ჰქონდა 3 კანონი. უბრალოდ ცნობილია ნიუტონის 3 კანონი და ერთი ქულა მიემართება ცოტნესკენ. ოჩახ ცოტნე. შემდეგი შეკითხვა. გაიხედეთ მონიტორისკენ. ვის ძეგლს ხედავთ ფოტოზე? ხელში რა უჭირავს, ისიც კი ვერ დავინახე ნორმალურად. შეგიძლია ადგე მიხვიდე. ახლოდან დაინახე. დააკვირდე. რა უჭირავს? მოვარჩიო კარგად. შეიძლება ესეთ რამე უჭირავს, რომ არ გაარჩიო კარგად სპეციალურად.
რამე დისტანციიდან ხო უნდა შეხედა. არა, როგორია რომ მნიშვნელობა აქვს. როგორ ძეგლთან მნიშვნელობა აქვს დისტანცია. შენ როგორ ფიქრობ, რა უჭირავს ირაკლი? ბატკანი? ხო, ბატკანს გავს. აუ. მაქვს რაღაც აზრია. აჰა. კაი. მოდი შენ გითხარი ამჯერად პირველმა. ნუ, ჩემი აზრით არის გოდერძი ჩოხელი. გოდერძი ჩოხელის ძეგლია ესა? რატო გოდერძი ჩოხელის? რატომაც ესე მახსოვს, რომ ბატკანთან ერთად აქვს ძეგლი, გოდერძი ჩოხელის. ირაკლი, შენ რას ფიქრობ? ხელოვანი? და ბატკნის ძეგლი ხო არ არის? ნუ უბრალოდ ვიღაცას უჭირავს. ბატკანი? ბატკანი არა, ეს ვისი ძეგლია? თის კაცია სავარაუდოდ. ირაკლი. გეოდებით გვიპასუხე. ნუ, ხევის ბერს გავს თითქოს. ხევის ბერის ძეგლია? სავარაუდოდ. რომელიმე კონკრეტული ხევის ბერის თუ ზოგადად? ძეგლი ხევის ბერს. ხევის ბერის ინსტიტუტს. ვერ ვიტყვი რა ვიცი. მითხარი პასუხი და მივიღებ იმ პასუხს. ხევის ბერი. ხევის ბერის ძეგლი. შენ ამბობ, რომ ეს არის გოდერძი ჩოხელის ძეგლი. სინამდვილეში ეს არის ფიროსმანის ძეგლი. ეხლა რომელი უფრო სწორი პასუხია? მე მგონია, რომ სწორი პასუხი უფრო არის გოდერძი ჩოხელი, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანია და ხელოვანია და ხევის ბერი არის ბევრნაირი შეიძლება იყოს. კონკრეტულად არავინ არის, მით უმეტეს ეს ხევის ბერი არის და ფიროსმანის ხევის ბერი არ ყოფილა. კიდე ერთი ქულა მიემართება ცოტნესკენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტნე მოიგო ნახევარფინალი და მას ჩვენ ველოდებით ფინალში. წარმატებები ცოტნე. გილოცოჩობა ახალ წელს. სამწუხაროდ ნახევარფინალში დავუმარცხდი, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება თამაშს, თამაში იყო საკმაოდ რთული. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა. საკმაოდ მოხარული ვარ ფინალში გადასვლით. ძალიან ბედნიერი ვარ. დასრულდა მეორე ნახევარფინალისტი და ჩვენ გვყავს მეორე ფინალისტი. ეს არის ცოტნე მანგოშვილი. ის შეეცდება ფინალში თორნიკე კვინიკაძის დამარცხებას. სულ ეს იყო. მე ამით გემშვიდობებით. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, რომ TV11-ის ეთერში უყუროთ გადაცემა ტვინების ომის ფინალს. კარგად.